ყოფილ მოკრივეს გიორგი კანდელაკს, გორის საკრებულოს წევრს ბორია გოგიჩაშვილს და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 5 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას ედავებიან. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება შენახვას და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას. ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. 2025 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 75,000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის, ასევე დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა 7-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებული ყოფილი მოკრივე ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნული შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მომხდარს გამოეხმაურნენ გორის საკრებულოშიც. რა ინფორმაციას თქვენ დაგაქვთ ის მაქვს, მე ორივეს უდიდეს პატივსავცე, ბატონ გიორგის და ბატონ ბორიესაც და რა ვიცი, ჯერჯერობით მაგაზე რამე დანაშაულზე მაგაზე ლაპარაკი ზენმეტია, იმიტომ რომ აცილებს უდანაშაულების პრეზუმპცია, არაფერი არ არის. ჯერ უბრალოდ რაღაცა ეჭვის დონეზეა და რა შეიძლება სხვა ვთქვა. ცნობილი არის ეს მოკრივე გიორგი კანდელაკი, ასევე ცნობილი სპორტსმენი არის ყოფილი სპორტსმენი ბატონი ბორია და არ ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი სიკეთი აქვს ორივეს ქვეყნისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და საერთოდ ნაკედი კრივისთვის ხო გიორგის რა ვიცი. ალბათ სოფლიოში არავის არ ეკეთება რას მაგას არ გაკეთება. აბა რა მოხდა რას ვიგებთ? ვერ გეტყვით, არ ვიცი. წინასწარ ამის თქმა მე ძალოვანი უწყება არა ვარ, მე არა ვარ სამართალდამცავი ორგანო, მე ვარ თვითმმართველობის წარმომადგენელი და ძალიან ძნელი ეხლა მე მაგ შეფასებებს შევიდე, ან ის ვინმე გავამტყუნო, ან ის არის წეღანაც აღნიშნული უდანაშაულის პრეზუმპცია და არ ვიცი მაგის მიხედვით უნდა ვიმსჯელო და არ შეიძლება სოციალურ ქსელში ილანძღებიან, ეს არის ავანტყოფი ხალხი, აქედანვე ვეუბნები სულ ყველას. რა თქმა უნდა, გავიგეთ ეს ამბავი, მასმედიის საშუალებებით, სოციალურ ქსელით. ახალი ამბავი იყო ჩვენთვის მოულოდნელი. მეტი კონკრეტიკა არ შემიძლია ეხლა მე დავაკონკრეტო, ალბათ დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გახდება ალბათ ცნობილი უფრო მეტი დეტალი. და გორია ჩვენი კოლეგას ეხება ერთ შემთხვევაში, მეორე პატივსაცემ ადამიანებს და ყველა საინტერესებს ალბათ რა და როგორ იყო და რა ხდება საერთოდ, მაგრამ ეს როგორც რიგით მოქალაქე შემიძლია ასე გითხრათ. ამიტომ მეტის რამე კონკრეტიკაში რო შევიდე, არც არაფერი არ არის ჩვენთვის ცნობილი ერთი და მეორე ის არის, რომ გამოძიება ალბათ მალე ააცნობს საზოგადოებას დეტალებს აღნიშნული საქმისა, რაც გაჟღერდა სოციალურ ქსელებით და მასმედიის საშუალებებით.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით არალეგალური ღვინის ქარხნის მოწყობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოება რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან გიორგი კანდელაკი, ქართლოს ჯალაბაძე, ბორია გოგიჩაშვილი, ლექსო კურტანიძე, ვახტანგ ბიბილაშვილი, რაც შეეხება მეექვსე პიროვნებას, ქართლის ამბების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ის ქარხნის მუშაა.